გამარჯობა. დღეს მე გაგიზიაროთ კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ადგილი. ეს არის კურორტი ლებარდე, სამეგრელოს მარგალიტი. ლებარდეში მოგზაურობა სოფელ კურზუს ცენტრიდან დილის 6 საათზე დავიწყეთ. მეგობრები დილა ადრიან შევიკრიბეთ, რათა ერთად გაგვეზიარებინა ჩვენი კუთხის სილამაზე და კიდევ ერთხელ შეგვექცნო ის განსაკუთრებული ემოცია, რომელსაც ეს მხარე გვჩუქნის. როგორც კი ლებარდეს მთების მისადგომებს დავადექით, მზის ამოსვლა ჩვენი თანამგზავრი გახდა. დილის სუსხი, მზის პირველი სხივები, მოგზაურობის მოლოდინით სავსე განწყობა და ტეხურის ხეობის სიო, ეს ყველაფერი ერთად გზას საოცარ სილამაზესა და მისტიკურ ელფერს სცემდა. ლებარდეს გზა მარტივი ნამდვილად არ არის. ეს საკმაოდ რთული მარშრუტია, სადაც ძირითადად 4 ხიდიანი მანქანებით გადაადგილდებიან. გზად რამოდენიმეჯერ მდინარის გადაკვეთა მოგვიწია, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო თავგადასავლებით სავსეს ხდის. ხეობის სიღრმეში მიმავალ გზაზე არაერთი ჩანჩქერი შეგვხვდა, ხოლო ყოველი მოსახვევი ახალ და დაუვიწყარ ხედს გვიშლი და თვალწინ. ლებარდეს გზა თავისთავად ცალკე სანახაობაა. ირგვლივ ისეთი პანორამები იშლება, რომ არც კი იცი, რომელი მხარე აერჩიო. ყოველი მიმართულება ერთნაირად შტამბიშტავია. გზად კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა შეგვხვდა, კლდე, რომელსაც ადამიანის პროფილის ფორმა აქვს. ეს ლებარდეს გზის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბუნებრივი სანახაობა. ბევრის თქმით, კლდის მოხაზულობა სტალინის პროფილს ჰგავს, თუმცა ეს რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის ინდივიდუალური აღქმა. ეს წარმოადგენს ბუნების მიერ შექმნილ საოცარ ფორმას. როგორც იქნა მივადექით კურორტ ლებარდეს. იქ დაგხვდა ბუმბერაზი მთები, უსასრულო ნაძვნარები, სუფთა ჰაერი და ძველი ხის კოტეჯები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ დანგრევის პირას დგანან. მათი პატრონები უგზოობის გამო ვეღარ ახერხებენ აქ ამოსვლას და იმ ზრუნვას, რომელსაც ეს ადგილები ოდესღაც იღებდა. ლებარდე ბალნეოკლიმატური კურორტია, რომელიც თავისი განსაკუთრებული ჰაერითა და მინერალური წყლებით იყო ცნობილი. სწორედ ამის გამო მოდიოდა აქ უამრავი ადამიანი. აქ სიცოცხლე ჩქებდა, იმართებოდა სკოლის მოსწავლეთა ბანაკები, მუშაობდა კინო, ლოტო და სხვადასხვა გასართობის სივრცეები. სამწუხაროდ დროთა სვლამ და უგზოობამ ამ კურორტს ძველი ხიბლი და მნიშვნელობა დაუკარგა. დღეს აქ მხოლოდ რამოდენიმე ათეული მწყემსი ამოდის და საქონელს ამთაბარებს. ჩვენც მიმოვიფანტეთ კურორტის ტერიტორიაზე. ზოგი ფოტოებს იღებდა, ზოგი ვიდეოს, ზოგი კი წყაროსკენ გაემართა. ბოლოს ყველანი ერთად დიდ ჭადართან შევიკრიბეთ. ჭადართან, რომელიც მრავალი ათეული წელი აქ დგას და ამ ადგილის უხმო მემატიანია, უამრავი ლხინისა და ჭირის მოწმე. ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი დღე ლებარდეში, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ უამრავი ადამიანი ამოვა. მიუხედავად რთული გზისა, რადგან ლებარდეს სილამაზე ერთხელ ნანახს გულში სამუდამოდ ჩაგრჩება. ჩვენ კი ერთი სურვილი და რწმენა დაგვრჩა, რომ ლებარდე კვლავ აღდგება თავისი ძველი დიდებით, განახლებული ენერგიით და ის იქცევა იმ ადგილად, სადაც ადამიანები ბუნების სილამაზის, სუფთა აერისა და სიმშვიდის აძიებლად მოვლენ.